10 მიზეზი თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი ამ სათაურით ვრცელ სტატიას ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია EasyJet-ის საბორტო ჟურნალ Travel-ში შეხვდებით. ავტორი მიზეზების შესახებ წერს, რის გამოც საქართველოს დედაქალაქი 2025 წლის მოსანახულებელ ქალაქთა სიაში მოხვდა. მრავალსაუკუნოვანი ისტორია, აღმოსავლური და დასავლური კულტურის ნაზავი, ღვინის სამშობლო, ეს სწორედ ის მიზეზებია, რის გამოც ტურისტები მოგზაურობისთვის თბილისი რჩევენ. ყველაზე მეტად რაც აქ მომწონს ხალხი და თქვენი სტუმართმოყვარეობა. ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურე, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ხალხი აქ განსაკუთრებით მეგობრულია. არქიტექტურა, ბუნება და რა თქმა უნდა ქართული სამზარეულო, რომელიც ძალიან მრავალფეროვანი და უგემრიელესია. აქ ყველაფერი ისეთი ლამაზია, ამაღელვებელი. გუშინ ყაზბეგში ვიყავი, აღფრთოვანებული ვარ ბუნებით. ხინკალი და ხაჭაპური საუკეთესოა, რაც კი ოდესმე გამისინჯავს. 158 გვერდიან გამოცემაში საქართველოს დედაქალაქ ჟურნალის პირველ ფურცლებზე სამგვერდიანი სტატია ეთმობა, რომელიც მოგზაურობის მოყვარულებს საინტერესო ინფორმაციას აწვდის. საუბარია ქართულ სამზარეულოზე, კულტურასა და ღვინოზე. კარგი სტარტია, სწორედ ბრიტანულ ბაზარზე, როდესაც ჩვენ ორი ახალი ავიაკომპანია გვამატება პირდაპირ ისებით, ჩვენთვის სწორედ ამიტომ წლევანდელ წელს განსაკუთრებული ყურადღება გვექნება მარკეტინგულ კამპანიაში ბრიტანეთის ბაზარზე. აღნიშნული კამპანიები სწორედ თავარი მიზანს ემსახურება იმისთვის, რომ წარმატებული იყოს აღნიშნული ავიაკომპანიების ოპერირება საქართველოს ავიაბაზარზე და კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ჩვენს საქართველოში. მთავრობის ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყნის ცნობადობის ამაღლება და დიდი ბრიტანეთიდან ტურისტული ნაკადის ზრდაა. ამისთვის ავიაკომპანიასთან ერთად არაერთი ღონისძიება და მარკეტინგული კამპანიაა დაგეგმილი. კომპანია თავის მხრივ გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რომელიც ხელშეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდას და მეორე მხრივ სახელმწიფო განაგრძობს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებში იმისთვის, რომ ტურიზმის ინდუსტრიამ განაგრძოს მდგრადი და დივერსიფიცირებული განვითარება. EasyJet თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 31 მარტიდან დაიწყებს. დაბალბიუჯეტური კომპანია ფრენებს ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით კვირაში 6 სიხშირით შეასრულებს.